სასამართლო რო თავის სიმაღლეზე იდგება როგორც ადვოკატი, ისე პროკურორი. მარტო ისიციან რომ არის ადვოკატი, აცვია შარვალ კოსტუმი და აი ამის იქით უკვე აღარაფერი აღარ იციან და ამის გავსწრების აპრიორი არ უნდა ასოცირდებოდეს იმასთან რომ აი მარტო ფულია ეს ადვოკატი და მოსიარულე შარვალ კოსტუმი. როცა უდანაშაულო ადამიანი და სთავაზობენ რომ 7 წელს მოაწეროს ხელი, მე წავიყვანე პოლიცია ჩემით სასაფლაოზე რომ ნარკოტიკები მეჩვენებინა და ასე შემდეგ. სასამართლო ამბობს რომ აქ იტყუება ბრალდებული იმ დანაშაულს პოლიცია მისი დახმარების გარეშე საერთოდ ვერ გახსნიდა. საერთო სასამართლოებს მტკიცებითი სტანდარტი უნდა აეწიათ და რა გააკეთეს ისიც რაც იყო ისიც დააწიეს. გააზრება და გაცნობიერება ვერ მოასწრო და კაი ჯანდაბას უზენაესში ხომ აიც რაღაცა უზენაესმა საერთოდ არ წაიკითხა. უზენაეს სასამართლოს აქვს გარკვეული პატერნები შემუშავებული. პატერნი რას ნიშნავს? რაღაც შაბლონური დასაბუთებები, რომელიც რასაც არ უნდა მიაწეროს, ნებისმიერ უკანონობას ასაბუთებს. ორი გზა გაქვს, რომ კლიენტები იშოვან რეპუტაციით, შენ თუ არა გაქვს რეპუტაცია, შენ კლიენტის დეფიციტი გექნება. მესამე ადგილზე ვარ თუ არ ვცდებით პატიმრების რაოდენობით 100,000 მოსახლეზე. ამ პატიმრების უდიდესი ნაწილი არის ნარკოტიკები და ოჯახური ძალადობა. მამას არ აქვს უფლება შვილი აკონტროლოს, სადაც ხო, აი არა აქვს და დედას არ აქვს. ძალიან ბევრმა ესეთმა ბავშვმა მშობელი დააჭერინა. და მე დათქვა რომ შევიდეთ პოლიციის განყოფილებაში, ჩვენი კლიენტი რო დავიცვათ. და ჩვენ რო გცემოს პოლიცია. კი. და დალურჯებები რო ქონდეს. იქ უკვე მაღალი. იქ იცით რა არის? თავი არის სიმართლის დამტკიცება ყოველთვის. რადაც არ უნდა დაგვიჭდეს ეს.